მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ დავით რობაქიძე და ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ რა არის media asset management, ეგრეთ წოდებული MAMI და რა შემოიყენება. და ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და media asset management-ი ერთად. თუ გაინტერესებს მეტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ნახე შემდეგი ვიდეო. მოდით ახლა დავიწყოთ საუბარი MAMI-ზე. MAMI, ანუ media asset management-ი, ან PAMI, product asset management-ი, მეტნაკლებად ახლოს არიან ერთმანეთთან, არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა სერვერების მიერ. ჯამში ეს მოწყობილობა და ეს სისტემა თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ მოახდინოთ თქვენი media asset-ების, ანუ ძირითად შემთხვევაში ვიდეო ფაილების მენეჯმენტი. რაში გამოიხატება მენეჯმენტი? შეძლოთ გაიგოთ, რომელ ვიდეო მასალაში, რომელ ფაილში რა ინფორმაცია გაქვთ, შეძლოთ ამ ფაილების მარტივი მოძიება და გამოყენება. შემდეგ მონტაჟი და გავრცელება, ან პირდაპირ ეთერში გაშვება, კლიპად გამოყენება, ატვირთა სოციალურ მედიაში და ასე შემდეგ. MAMS აქვს რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი. ეს არის ინჯესტი, დამუშავება და პლეიაუთი. ფაქტიურად ეს არის სრულფასოვანი media product asset management-ი. მნიშვნელოვანი არის ყოველთვის თქვენი ფაილების აღწერა. როდესაც თქვენ აკეთებთ ფაილების ინჯესტს, ეს შეიძლება იყოს ფლეშკა, რომელთაც მოიტანეს ჩანაწერი და შეაჩერეთ კომპიუტერში, ან ეს შეიძლება იყოს live stream, მაგალითად სატელიტიდან მიღებული სიგნალი, ჩანაწერი, პირდაპირ ეთერი, live view-დან გამოსული SDI სიგნალი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ უნდა აღწეროთ ის, რასაც იღებთ. იქნება ეს ფაილი, თუ იქნება ეს live. და რაში გამოიხატება media asset management-ი და როგორ უნდა აღწეროთ ეს ყველაფერი, ამას გაიგეთ მეორე ნაწილში. აუცილებლად უყურეთ.